ჯერ ეს ნახე მეგობრებო, ქალისკენ თვალი რო ესე რო ითამაშებს კაცი, მაგაზე მერე პასუხი რა უნდა იყო. როცა სწავლობს და განათლება აქვს მიგებული WHO-ს დონის ექიმი, ესე საქციელი, თან ქალის მიმართი თავისი ქვეყნის, თავისი შვილის თოლა გოგოსკენ რა საქციელია. გამარჯობა მეგობრებო, დღის ვიდეოს თემა არის ბოლო დროს ეს შეტევა ჯოგი ადამიანის გამო, რომ დანამატი ტყუილია, დანამატი არ არის საჭირო, დანამატი არ უნდა დალიო, ტყუილია, ჯოგი დანამატზე გინდა აშვაგანდა, გარცინია თუ 1000 რამეა. ეს ყველაფერი არის ბუნებრივი საშუალებები და ადამიანი რომელიც მაგისი საწინააღმდეგოა, მაგისი გეგმა თქვენ უნდა იცოდე. და ჩვენი თემა და ჩვენი საქმე ეს არის, რომ რას ჩვენი სამზარეულოში არსებობს, ეს საჭმელი, რასაც ჩვენი წინაპრები ჭამს და გუშინეს ჭამდე და ხვალაც შეჭამს, ჩვენი ბავშვები, ის საკვები როგორ უნდა მიიღო, რომ ხვალდაძე პრობლემებში ჩვენ არ შევიდეთ. რატო უნდა მიიღოთ დანამატები? ეს საჭიროა თუ არა? დანამატი საჭირო არ არის. მაგრამ იმ შემთხვევაში საჭირო არ არის, თქვენ გააქვთ თქვენი ბაგი, სადაც თქვენ იცის რას თესავს. თქვენ იცის, რომ წამლით გაზრდილი არ არის. რასაც თქვენ ჭამს, იცის, რომ ჰორმონებზე გაზრდილი არ არის. კი ბატონო, თუ მაშინ თქვენ ნიუტრიენტები და ვიტამინების ნაკლებობა არ გექნება და თქვენ მარტო ყვებით შეიძლება შენარჩუნოთ თქვენი ჯანმრთელობა. თუ არა და თქვენ თუ კიდულობს აფთიაქში თქვენი ბავშვისთვის საკვები, მაშინ იმ ბავშვს მთელი ცხოვრება რაღაცის დეფიციტი იქნება, რაღაცას იმუნიტეტი იქნება დაბალი და სულ რაღაცა დანამატი ყოველთვის დაგჭირდება. და დანამატი იმ შემთხვევაში არის საჭირო დღეს ერთი დანამატის ნაკლებობის გამო, ანუ ვიტამინის ნაკლებობის გამო. კაი, მოვიგოთ D ვიტამინი. დღეს D ვიტამინის ნაკლებობა გაქვს. ეს D ვიტამინის ნაკლებობა თუ გაგრძელდა დიდი ხანი, მერე ძულების პრობლემა, ქვეყან ადამიანს ართროზი, კოკაკტროზი, ძulis ტკივილები, ეს საიდან მოვიდა? საჭმელი ის არ არის, რომელიც ჩვენი წინაპრები ჭამდე და დღეს დადიან ყველა მოხუცი ადამიანს მუხლი რატო აწუხებს, მუხლი ძულების ტკივილი რატო უნდა იყო? იმიტომ D ვიტამინზე არის ძალიან ცუდი ინფორმაცია გაცხელებული, არ დალიო D ვიტამინი, არ დალიო, ტოქსიკურია 1 საათი მზეზე. თუ ძიხარ, ტიტველა, ძიხარ, მაშინ D ვიტამინი საჭირო არ არის, თუ არა შიგნით ხარ და მზეში არ შევხვდები, D ვიტამინი გახდება საჭირო. მაგრამ ინფორმაცია ხოიძა ქისის კაცი ცოდნა იარაგია. კი ბატონო, იარაგი ყოველთვის ეგეთი ადამიანის ხელში უხდება, რომელმა იცის, როდის და სად უნდა გამოიყენო. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დღეს აწუხებს დეპრესია, იმ ადამიანს როდის მეიქნებოდა მაგნეზიუმის დეფიციტი, D ვიტამინის დეფიციტი, C ვიტამინის დეფიციტი, თუ ეს კაი ხელში ჩავარდებოდა, რომ პირდაპირ წამლებზე არ გასული იყო, ის ადამიანი დღეს დეპრესიაში არ იქნებოდა. დეპრესია არის იგივე სიმპტომი, რომელიც მოგვარდება დანამატით. დანამატი რას ნიშნავს? მაგნეზიუმი, კალიუმი, ეს ყველაფერი, რომელიც საჭმელით ვერ ვიგებს ჩვენ და დანამატით ფორმით მაგის მიგება შესაძლებელია. ერთი მაგალითი მინდა გითხრა. ბორბლის ქელოსანი რო არის, რომელიც თუ ბორბალი გაფუჭდება და ის აკეთებს, იმას ყოველთვის ეს ინტერესი არის, არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენ გვინდა მანქანაზე ვიარო და არადროს პაკრესკაში დასამატებელი რო არ იყო, მაგრამ ქელოსანს იმასაც ბავში ყავს. მაგის ის საქმეა, იმას სულ უნდა რომ პაკრესკები გაფუჭდე და მე გავაკეთებ. ანუ ბორბალი გაფუჭდე, მე გავაკეთებ. იგივეა ორი პროფესია. ერთი არის wellness, კარგად ყოფნა, მეორე არის illness. თქვენ უნდა არჩიო, თქვენ კარგად ყოფნა გინდა თუ illness? იმ საწოლზე ყოფნა გინდა,
სადაც არავის არ უნდა. ჩვენი წინაპრები რამდენჯერ მიდიოდნენ ფასტ ფუდის რესტორნებში. ყოველთვის გინდა საქართველოშია, გინდა იქ ჩემთან იქ ინდოეთში. ყოველთვის ჭამდა ადამიანი გინდა რესტორანშიც არის იქაური საჭმელები. დღეს ეგრეთ წოდებული ფასტ ფუდის რესტორანი სავსეა. ბენზინის კალონკივით გახსნილია ჩრდილოეთის ამერიკის ქვეყნების რესტორანები, სადაც რეფინირებული შაქარი, რეფინირებული ჯეთი, რეფინირებული ცომი, მაგის გარეშე არაფერი არ იყიდება და იქ იყიდება დაავადებები. ჩვენი ბავშვები ის საჭმელი ჭამს და რომელი გაიზარდება იმის მერე ეს მაგას ნუტრიენტებზე ლაპარაკი არ უნდა იყო. სულ იქნება რაღაცას დეფიციტი. 10 წლის ბავშვებს აქვს დღეს გაცქიმიანებული გვიძლი. 10 წლის ბავშვებს აქვს ტიპი 2-ის დიაბეტი. ეს საიდან მოვიდა? დანამატიდან ხო არ მოვიდა? ეს მოვიდა არასრული ინფორმაციისგან და მე და უამრავი ადამიანი ამერიკაშიც, ინდოეთშიც, აქ საქართველოშიც სხვადასხვა ექიმებიც აფსხელებენ ან ინფორმაციას. სუდი და კარგი ყველგან არის. ადამიანი ვინც მომხრე არ არის და დანამატი ნაგავია დანამატი არ უნდა დალიო ბალაკი რაო ისა ნიორი რასამბო და ნიორი თუ ანტიბიოტიკი იქნებოდა მაშინ ვენებში იქნებოდა და მეგობრებო ჩვენი თემა ჩვენი კონტენტის თემა ყოველთვის ეს არის ნახე 4 თვეა დაახლოებით ჩემი დანამატი მაღაზია გახსნილია მე ჩემი YouTube არხზე 4-ჯერ რეკლამა არ მაქვს გაკეთებული ჩემი მაგივრად ის თუ იქნებოდა შეიძლება ყოველდღე თავისი დანამატებზე შეიძლება იყო ლაპარაკებოდი ყოველთვის ჩემი მაგიდაზე რომ მოდის ადამიანი მე იმას რასაც მე არ მაქვს არ ვატანს არაფერი არს იმ ადამიანს რასაც არ ჭირდება არადროს არ ვაძლევს ჩვენ გვაქვს სრულად ბუნებრივი დანამატები სრული საბუთებით დოკუმენტებით კიდე მოვიდა გუშინ იმიტომ იმდენი რეკლამა გააკეთა ეს აშვაგან დაიკო გათავებული და კიდე მოვიდა ყველა დანამატი სუფთა ორგანული კარგი წესით გამზადებულია იმიტომ მე ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ თქვენ შუაში უნდა ვიცხოვროთ ხვალდაძე არ მინდა რომ იმ კაცივით თან ერთი ადამიანი როგორ ძინავს როცა 10,000 ადამიანი იგინება ერთ გამეში 10 ადამიანი მაგრამ ეძიძგებოდე ერთი ადამიანი საგამოთი როგორ დაიძინეს ჩემი სოციალური ქსელებში თუ ერთი ადამიანი ცუდად იქცევა მე სულ ფიქრობს რომ რატო მე რა დავაშავე ის ადამიანი 15,000 ადამიანი რომ ერთი და იგივე აზრზე 1 საათი ეუბნება და მაინც თან ის ერთ-ერთი გოგო რო არის ქართველი გოგო ნუკი მაგის ვიდეოზე მაგისთან სელფი რო გადაგებდა როგორ აფხანებდა ეს თვალი აბა მოდი აბა სადაც არის ესა ეს უნდა იყო ადამიანისთვის სირცხვილი თავისი შვილის ტოლა გოგოს თვალები აფხანებოდა ეს მაგის აქციელია მეგობრებო ეს ჩემი და თქვენი კომუნიკაცია არის ყოველთვის თქვენთვის არის ეს ვიდეო თქვენთვის არის ჩემი კონტენტი ჩვენ გავაგრძელებთ ესე არაა საჭირო დანამატი კი მაგრამ თუ რამე დეფიციტია ეს დეფიციტი დაავადება არ გახდე მაგისთვის შეიძლება დანამატის მიღება სულიკავი ძამთელი და ბედნიერი